ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოვიდა, დღეს ეს მოცემულობა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებმა შეწყვიტა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საწევროს გადახდა. ეს ალბათ ნიშნავს გამოსვლას თუ არ ვიცი, რა ტიპის ისეთი სავაჭრო ვაჭრობა გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას შორის. ასევე ტრამპმა 2 თვის ვადა, ჯერ არ ვიცით ნატოს დაფინანსება გაგრძელდება თუ არა რა ფორმით, ასევე უკრაინის დაფინანსება რა ფორმით და როგორ გაგრძელდება, თუმცა უკრაინის დაფინანსებაში არაფერს აგებს ამერიკის შეერთებული შტატები, პირიქით იგებს პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც და ეკონომიკაში სამხედრო მდგენელის შემადგენლის თვალსაზრისითაც. ასევე ირანს მისცა 2 თვის ვადა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ამის პარალელურად თქვა ზელენსკი შეხვდა მაკრონმა თქვა, რომ ეს 230 მილიარდი, რომელიც ინახება გაყინული აქტივები რუსეთის ფედერაციის, ეს უნდა მოხმარდეს უკრაინის აღდგენას. კიდე ცალკე თემა ალბათ საუბრიც, რატომ დატოვა ეს თანხა რუსეთმა. მან ხო იცოდა, რომ პუტინმა თვითონ თქვა, რომ ომი გარდაუვალია, ჯობია ჩუბი გარდაუვალა პირველად და დაარტყაო. ანუ ის ემზადებოდა ამ ომისთვის და გაუგებარი ეს თანხა რატომ დატოვა მაშინ იქ. თურქეთის სირიაში, თურქეთმა გახსნა უკვე 2 სამხედრო ბაზა. აი ჩვენთვის ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან მოცლილი უილსონი შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. არ უხსენებია პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს თურქეთში და მეგეთ მადლობა გადაუხადა თურქეთს, როგორც ნატოს წევრსა და ძალიან ასე ვთქვათ ერთგულ მოკავშირეს. თავის მხრივ ერდოღანი მოუწოდებს ოპოზიციას, იკვლავ არეულობა ოპოზიციას, რომ აი ტალახიდან ამოვიდნენ, საიდანაც ქვეყნის ჩათრევა სურთ და საპროტესტო აქციების ვთქვათ დაშლა, დარბევა თუ ასე შემდეგ, თუ წესრიგის დამყარება ისე მიმდინარეობს თურქეთში და არავინ ხმას არ იღებს. თქვათ არავინ ერთი არც დაუჩივლი არავის, ვითომც არ იმჩნევს თქვენ. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ერთი მხრივ ევროკავშირი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატები თქოს ეფერება თურქეთს, იმიტომ რომ არ გამოუჩქონს მაგალითად პრეტენზია ევროკავშირს. თურქეთმა თქვა, რომ ერთ-ერთი დამცველი და უზრუნველყოფი ევროკავშირის უსაფრთხოების ეს არის თურქეთი და პრინციპში მისი ჯარის ბრძოლის უნარიანობის და პრაქტიკის გათვალისწინებით ომის ალბათ ამაში არის რაციონალური მარცვალი ბუნებრივია, მაგრამ ევროპას ეს არ გაუპროტესტებიან, ვივარაუდოთ, რომ ეს ასეა. და მეორე მხრივ ასე ეფერებიან თითქოს და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად იგივე მიზანსცენები მეორდება ამ პროტესტზე, რომელიც მიმდინარეობს თურქეთში, რაც ჩვენ მოყურებთ მაიდნიდან მოყოლებული თბილისის ნახე და თქვა ყველა მიცის უკვე